კოენტრაძის სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი სოფო კვინტრაძე, ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღეს ვისაუბრებთ განათლების თემაზე, კერძოდ პირველ ნაწილში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ჩაგვერთვება. მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოში ეროვნული გამოცდები. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენ ვისაუბრებთ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ წევრთან, ალუდა გოგლიჩიძესთან და ის წარმოგვიდგენს პარტიის, ასე ვთქვათ, ხედვებს განათლების სისტემასთან დაკავშირებით. ქალბატონი მაია მიმინოშვილი უკვე სატელეფონო ხაზია. მოგესალმებით ქალბატონო მაია, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონო მაია, პირველ რიგში გითხარით, როგორია ეროვნული გამოცდების პირველი დღე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით? სტარტი ძალიან კარგი იყო, მე პირადად უსწრაფოდ ვამბობ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ უღელავდით წელს განსაკუთრებით, როდესაც ესეთ სიახლე შემწევაზე ჩვენს აბიტურიენტებს პირველ რიგში, თუმცა ყველა აპლიკაციას ეხება ეს სიახლე, მე გულისხმობ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით გამოცდების ჩატარებას და რა თქმა უნდა ვღელავდით იმის გამო, რომ ეს სისტემა მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული ტექნიკაზე და თუნდაც ელექტროენერგიაზე და ასე შემდეგ. ყველაფერმა აბსოლუტურად უხარვეზოდ ჩაიარა და მალე დასრულდება პირველი საგამოცდო დღე. ამან აჩვენა, რომ ის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ემსახურება მთელ ამ პროცესს და შეიქმნა ჩვენთან ორგანიზაციაში, სრულიად გამართულია. იყო შემთხვევა, რომ საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგია გაითიშა რამდენიმე წუთით, დაახლოებით 20 წუთით, მაგრამ არანაირი ასახვა ამან არ მოვა თვითონ ამ პროცესზე და ის პრევენციული ზომები, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა ესეთი შემთხვევების დროს, ამ პრევენციულმა ზომებმა ნამდვილად გაამართლა და აბიტურიენტებს ერთი წამითაც არ უგზნით ესე ვთქვათ ელექტროენერგიის გათიშვა. ასე რომ მე პირადად ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა ვიფიქრო და დარწმუნებული ვიყო თუნდაც იმაში, რომ 22 ივნისის ჩათვლის სწორედ ეს წარიმართება მთლიანად ეს პროცესი. ქალბატონ მაია, უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამ სიახლეზე, რაც თქვენ აღნიშნეთ, ნაწილობრივ, ესე იგი, ელექტრონული სისტემები. ეს შეეხო ყველა აბიტურიენტს? ყველა აბიტურიენტს, ყველა აპლიკანტს, მოდით ესე ვთქვათ, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობენ პედაგოგებიც, საგნის გამოცდას აბარებენ მაგისტრობის მსურველები, ასევე სტუდენტები საგრანტო კონკურსში ვიწყებულობს მონაწილეობას, ასე რომ აპლიკანტთა რაოდენობა ძალიან დიდია, საკმაოდ დიდია. 40,000-მდე აბიტურიენტი, ალბათ ჯამური რაოდენობა 100,000-მდე არის უკვე. ასე რომ ყველა აპლიკაცია ეხება ესა და აქ პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ სრულად ელექტრონული სისტემა შევთავაზოთ საბოლოო ჯამში, პირველი ნაბიჯი გულისხმობს იმას, რომ აპლიკანტები ტესტურ დავალებებს, ტესტის ბუკლეტს ღებულობენ ელექტრონული ფორმით, ანუ ყველას თავის ინდივიდუალური ლეპტოპი აქვს სამუშაო მაგიდაზე და დავალებას, ტესტურ დავალებას კითხულობენ ეკრანზე. და რაც შეეხება სამუშაოს ასრულებენ უკვე კურსებზე, პასუხების კურსებზე და მათ ასევე აქვს განკუთვნილი შავი სამუშაოსთვის შესასრულებელი და კურსები, ასე რომ მე მგონი ძალიან ყოველ შემთხვევაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კომფორტული საგამოცდო პირობები შეგვექმნა ჩვენი აპლიკანტების. ხომ არ იცით უკვე თქვათ მათი მხრიდან როგორია აღქმა ამ სიახლის რამდენად მოსწონთ? როგორ არის პირველი ნაკადი რომ სრულდებოდა ამის ყუმრობით რო თქვა ჩასაფრებული ვიყავი გამოსახულთან ძალიან მაინტერესებდა უკავშირის მიღება მათგან და აბსოლუტური უმრავლესობა როცა ვეკითხებოდი რამე პრობლემა ხო არ შეგექმნა ასეთი ფორმის გამოცდის ჩატარებისას ვეკითხებდა კითხვას რა კითხვას უწევდი ანუ მე გულისხმობდი ეკრანზე რო კითხულობ დავალებას ესეთ ხო თუ არა ასე ვთქვათ მისაღები და როცა მოკონკრეტები მე ყველა ეხმა დამბობდა იმას რომ აქ არაფერი პრობლემა არ არის რა პრობლემაა ეს საერთოდ თავისთავად თვითონ პროგრამა ძალიან მარტივი მოსახმარია და ასე ვთქვათ არანაირი უმრავლესობა მათი უმრავლესობა სკოლა დამთავრებულია და სკოლის დამთავრებისას კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით აბარებენ გამოსასწრებ გამოცდებს და მათი სხვა არ არის ასე ვთქვათ
ლეპტოპებთან მუშაობა. კი ბატონო. ასევე საშიხარულოა თვითონ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებითაც მივიდე უკავშირდა და გამიხარდა ის ამბავი, რომ ბევრს მარტივიც კი მოეჩვენა საგამოცდო ტესტი, თუმცა შედეგები რაც გვაჩვენებს ეს მომავლის საქმეა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად მიიღეთ ასე ვთქვათ ჩვენს მიერ შექმნილი ტესტური დავალებები. კი ბატონო, თუ ეს ყველაფერი და იმედი ვიქონიოთ, რომ გამოცდების დასრულებამდე ასე ვთქვათ ყველაფერი იქნება წარმატებით, ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მომავალ წელს სრულად ელექტრონული იქნება მისაღები გამოცდები. მომავალ წელს სამწუხაროდ სრულად ელექტრონული ვერ იქნება ერთი გარკვეული მიზეზის გამო, წელს თუ ყველაფერი კარგად ჩატარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ სრულად ელექტრონული ვერსია შესთავაზოს აპლიკანტებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი აბიტურიენტები პირველ რიგში არ არიან მზად იმისათვის, რომ ელექტრონულად დასცენ პასუხი ყველა ტიპის დავალებას. აქ მე გულისხმობ სწორედ იმ დავალებებს, ეგრეთ წოდებულ ღია ბოლოიან დავალებებს, სადაც პასუხის ჩაწერა უწევთ აპლიკანტებს, არა მონიშნა სწორი პასუხით, არამედ უნდა დაწერო, მაგალითად ზულება, მაგალითად ამოცანის ამოხსნა მათემატიკაში და ასე შემდეგ. მაშინ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გქონდეთ საკმაო უნარჩვევები, კომპიუტერული უნარჩვევები იმისთვის, რომ ტექსტი დაბეჭდონ მაგალითად, ფორმულები აკრიფონ მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში და სანამ არ გვექნება სრული გარანტია იმისა, რომ აი ეს ტექნოლოგიები ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში სათანადო დონეზე, სამწუხაროდ ჩვენ აპლიკანტებს სრულად ელექტრონულ ვერსიას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ ის რაც 2017 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, ეს გახვალთ ის, რომ დახურულ-ბოლოიან დავალებებს შევთავაზებთ ელექტრონულად, ანუ მაგალითად ზოგადი უნარების გამოცდები შეიძლება ასე ვთქვათ ელექტრონული ფორმით და ეს მოგცემს საშუალებას გამოცდის დასრულებისთანავე მომენტალურად შევიწყოთ შედეგები. ძალიან საინტერესოა. ქალბატონო მაია, სტატისტიკაზეც გითხარით თუ შეიძლება, რამდენმა მიიღო ასე ვთქვათ დღეს მონაწილეობა, არ გამოცხადების მაჩვენებელი როგორია, ესეც საინტერესოა. არ გამოცხადების მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ია. პირველი და მეორე სესიაზე ერთად და დღეს დაახლოებით 19,000 აბიტურიენტს ველოდით. ნუ ხვალ გრძელდება ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა, მეორე ნახევარს უკვე ხვალ მივიღებ. ნუ ეხლა 20 წლამდე დაახლოებით ესეთია პროცენტი, 2%, 3% იმ აბიტურიენტებისა, რომლებიც გამოცდაზე არ ცხადდებიან. სამწუხაროა ის, რომ პირველივე სესიაზე დაგვიანებული ყავდა რამდენიმე აბიტურიენტი და გამოეთიშნენ ავტომატურად პროცესს. მეორე სესიაზე ჯერ არ დაფიქსირებულან დაგვიანებულები, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ხვალ გვეცოდინება, როცა დასრულდება ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა, შესაძლოა სამწუხაროდ აღმოჩნდეს ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც დღე აერია მაგალითად და დღევანდელი დღის ნაცვლად გამოცხადდება ხვალ. რაც შეეხება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსჯავრდებულებიც იღებენ მონაწილეობას. თუ შეიძლება ამაზეც გითხარით. წელს 13 მსჯავრდებულმა გამოთქვა სრული მონაწილეობა მიიღო ჩვენ გამოცდებში აქედან 11 ბაკალავრიატის გამოცდებს, ანუ აბიტურიენტებად მოგვევლინენ და 2 მაგისტრობის მწვრთნელია. დღეს აი ხვა ამ სესიაზე მოვიწვიეთ ჩვენი მსჯავრდებულები, ერთი არ გამოცხადდა, უფრო სწორედ გადაიფიქრა და არ გამოვიდა გამოცდაზე, ასე რომ 9 მსჯავრდებული ეხლა ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში აბარებს ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას და ერთი მსჯავრდებული ყავს ქუთაისში. კი ბატონო, თავად გასწორების, ტესტების გასწორების, ასე ვთქვათ, პრინციპებში ხომ არ არის სიახლეები და ეს პროცესი, ასე ვთქვათ, როგორ წარიმართება? არა, იმის გამო, რომ ჩვენ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ აბიტურიენტებს, მაქსიმალურად ვცადეთ შინაარსობრივ ნაწილში სიახლეები არ შეგვეთავაზებინა, ასე რომ შინაარსობრივ ნაწილში ტესტური დავალებები, ასე ვთქვათ, იგივე ფორმატის არის, რაც წინა წლებში ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ტრენინგები არსებული გამსწორებლების და ახალი გამსწორებლების აკავს გარკვეული რაოდენობა და ისინიც გადიან ამ ტრენინგებს. ვიწყებთ ქართული ენის და ლიტერატურის სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გასწორების სჭირდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კვლავ დასრულდება ეს პროცესი და ორშაბათიდან უკვე ქართული ენის და ლიტერატურის გამსწორებლები შეუდგებიან საქმეს. კი ბატონო და თუ შეიძლება ბოლო კითხვაც, ანუ გრაფიკი გითხარით და შედეგები როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს თავიანთი ასე ვთქვათ გამოცდების. ხვალ ისევ ქართული ენის და ლიტერატურის ვაგრძელებს, კვირა დღე დასვენების დღეა, ორშაბათიდან ვიწყებთ ზოგად უნარებს, 2 დღე დაეთმობა ზოგადი უნარების გამოცდას. შემდეგ 2 დღე დაეთმობა უცხო ენას და ამით ვასრულებთ სავალდებულო საგნების სავალდებულო გამოცდების ტესტირებას. აი უკვე პარასკევიდან, ისა პარასკევიდან ერთ კვირაში შემოგვიერთდებიან ჩვენი პედაგოგები და მაგისტრობის მსურველებიც ეტაპობრივად და პარალელურ რეჟიმში უკვე არჩევით საგნებს ვიწყებთ. და 22 ივლისს სრულდება მთლიანად საგამოცდო პროცესი, 22 ივლისს ვიწევთ აბიტურიენტებს, რომლებიც აბარებენ ფიზიკას. ეხება პირველად შედეგებს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივლისის ბოლოდან უკვე ჩვენ დავიწყებთ ეტაპობრივად პირველადი შედეგების გამოცხადებას. და სადღაც 10 აგვისტომდე დავასრულებთ მთლიანად შედეგების გამოცხადებას, შემდეგ გვექნება სააპელაციო პერიოდი. და ამის შემდეგ უკვე ჩარიცხვების სია და გრანტის განაწილება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს და ცხადია ყველა აბიტურიენტს. მაია მიმინოშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში. რამდენიმე წამში ჩვენ კვლავ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ალუდა გოგლიჩიძესთან ერთად. თავისუფალი დემოკრატების წევრი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ თავისუფალი დემოკრატების მიერ შემოთავაზებულ განათლების სისტემის რეფორმის საკითხებზე. კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე.